Twins გაიხარ. გემოდელი კვლავ ჩვენ შეხვედრა ჩვენს ერთობას მოწმობს და ერთობაზე მიუთითებს, იმიტომ რომ ეს ერთობის კანონი მუშაობს. თქვენ ხართ ქრისტესი, ქრისტე არის ჩვენ შორის, ხო? და არც დაიყოს ვამბობ. ამიტომ ერთობის პრინციპი ეს და ჩვენ ყველანი ერთი ვართ და ამიტომ ამ ერთობის დიადი აქსიომა, დიადი კანონი. ერთობა ღმერთთან, ერთობა სამყაროსთან, ერთობა ერთმანეთთან. შეგრძნება იმისა, რომ შენ რაღაც გამოცალკეული ფრაგმენტული არსება კი არ ხარ, რაღაცა გამოცალკევებული და ინდივიდუალ რაღაც სადღაც აკვარიუმში ან რაღაც რომელიღაც სათბურში მყოფი. არამედ შენ ერთი დიდი ორგანიზმის ნაწილი ხარ. ეს ორგანიზმი თავისი თვისებები აქვს ამ ორგანიზმს. ეს დიდი სამყარო, თვითქმნული ღმერთის მიერ არაისაგან ქმნილი სამყარო, რომელიც ღმერთმა შექმნა და გვირგვინად კი ადამიანი დაადგინა, მაშინ როგორც გვირგვინი კბილების. ამიტომ სამყაროში როცა ვართ, ჩვენ უნდა გქონდეს შეგრძნება, რომ ყველაფერი ადამიანის ყოველივე შემაერთებელი. ღმერთი მოვიდა სრულ კაცად, რათა ადამიანი ღმერთს მადლით მიემსგავსოს. ადამიანი არის ჯაჭვი. ადამიანი არის ჯაჭვი უფლისა და სამყაროს შორის. იგი უფალსა და სამყაროს შორის. იგი ასე ვთქვათ განმაღმრთობელი ჯაჭვია. მისით განისაზღვრება ბევრი რაღაც. როგორც ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობს, ადამიანი ყოველივე საზომია, ხო? გახსოვთ, ერთი ანტიკური ფილოსოფოსი ამბობს. ამიტომ ადამიანი ყოველივე საზომია, მაგრამ ამავე დროს საზომია იმ გაგებით, რომ ეს ანთროპული პრინციპი ჩადებულია ყველაფერში. ადამიანი ყოველივე საზომია იმის გამო და იმისაც, რომ ყოველივე ადამიანისთვის არის შექმნილი, რომ მცირე გადახრაც კი იმისა, რაც ღმერთმა შექმნა სამყაროში, ის კანონზომიერებები, რომლებიც მოქმედებს სამყაროში, ის სრულყოფილი კანონზომიერებები, დაწყებული მათემატიკური კანონზომიერებებიდან დამთავრებული თეოლოგიური დოგმებით, ან დაწყებული თეოლოგიური დოგმებით, დამთავრებული მათემატიკური შედეგებით და აქსიომებით და თეორემებით, ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ რაღაც იდუმალი ანთროპული პრინციპი არის გატარებული ღვთის მიერ ქმნილ სამყაროში და ერთი მცირე გადახრა პი რიცხვისაგანაც კი, როგორც სიმბოლურად ამბობენ, ხომ პი უსასრულო წინადი გახსოვთ. ისეთ დეფორმაციას გამოიწვევს მთელი სამყაროს ბალანსში, დაწყებული ატმოსფეროდან დამთავრებული განზომილებებში, რომ ადამიანური არსებობის შესაძლებლობა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ ყოველივე ისე არის განსაზღვრული, რომ ადამიანისთვის ყოველივე კომფორტის შექმნა ღმერთმა ედებიდან დაწყებული შემდეგ ჩვენი ქვეყნის დამთავრებული ყოველივე შექმნა ისე, რომ შეძლოს ადამიანმა კეთილად განვითარება და არა მოსპოს ყველაფერი და გაანადგუროს, როგორც ეს ხდება. არამედ პირიქის უდაბნო ედემად აქციოს და არა ედემი უდაბნოს, ხო? თუმცა უდაბნოსაც თავის ეკოლოგიური ჯაჭვი და დანიშნულება აქვს. ამიტომ ეს საოცარი ერთობა სამყაროს, რომელშიც ჩვენ ღირსეული ჯაჭვი ვართ, უნდა ვიყოთ. ყოფილიყოს კიდევ ერთი ჩვენი ზიარები დღევანდელი დღეს, ზიარებით ჩვენთვის ეს ამის გამაცნობიერებელი სტიმული ყოფილიყოს ამისა, რომ ჩვენ დღეს ჩვენ მიერ ჩადენილი, დღეს ჩვენ მიერ გააზრებული ნეგატივი სამყაროში აირეკლება. დღეს ჩვენ მიერ ჩადენილი და გაჟღერებული ნეგატიური ვერბალური ნეგატივი და უარყოფითი რამ მთელ სამყაროზე ირეკლება და ჩადენილი საქმეც ხომ შედეგებს იღებს. ამიტომ ჩვენ შედეგებიდან კანონებამდე უნდა მივიდეთ და კანონებიდან პრინციპებამდე უნდა მივიდეთ და ეს პრინციპები მოგვეცა ღვთის მიერ ღვთივ გამოცხადებულ სწავლებაში, მართლმადიდებლური საწუნებისა, რომლებსაც თუ მიყვებით, გზახსნილი იქნება ღვთისადმი და ცუდი სასწაულები, რომელსაც ყველას გისურვებთ და მიყვარხართ.